ნავთობის მართვის კომპანიები. როგორ მუშაობს სქემა პრაქტიკაში? ბლოგი Oil Not Dead ამ სქემას ნათლად აღწერს. რუსეთის ამჟამინდელი წარმოების დაახლოებით 70%-ს, ანუ დაახლოებით 3.4 მილიონ ბარელს დღეში აკონტროლებენ სახელმწიფო და მასთან აფილირებული ფირმები. როსნეფტი, გაზპრომი და ლუკოილი დასავლეთ სავაჭრო პარტნიორების დაკარგვის შემდეგ სავაჭრო აქტივების დიდი ნაწილი დუბაიში გადავიდნენ, სადაც DMCC-ში დაახლოებით $15,000 შესაძლებელია შეიქმნას ფიქტიური კომპანია, რათა სანქცირებული ნავთობის გარიგებები განახორციელონ. ფიქტიური ფირმებისა და შუამავლების ქსელი ხშირად ყოფილი ლონდონელი და ჟენეველი ტრეიდერები, ახლა რუსული ფირმების სახელით ახორციელებენ ტრანზაქციებს. მთავარი მექანიზმი მრავალშრიანი საკუთრების გადაცემაა. კასრი, ანუ ბარელი, ოფიციალურად უღრჯენარ სამჯერ გადანაწილდება პრიმორსკის პორტსა და ინდოეთში, ან ჩინეთში მყოფ მყიდველებს შორის. ინვოისები, ტვირთის ზედანადები და გარანტიები განმეორებით იწერება როსნეფტის კვალის წასაშლელად. ამ ეტაპზე ჩრდილოვანი ფლოტი სავარაუდოდ 600-დან 1400-მდე გემს ითვლის. შედეგად ნავთობი კვლავ აგრძელებს დინებას, თუმცა მზარდი ფასით. ტრანსპორტირებას ნეიტრალური დროშებით მოძრავი ხშირად დაუზღვეველი ტანკერები ახორციელებენ. გადახდები დოლარის სისტემის გვერდით ავლით ხორციელდება რუპიებში, იუანებში, ოქროში ან კრიპტოვალუტაში. შედეგად რუსული ნავთობი აგრძელებს მოძრაობას, თუმცა უფრო მკვეთრი ფასდაკლევებით და ლოგისტიკური ხარჯების ზრდით. აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციები მიზნად ისახავს არა იმდენად თავად წარმოების შეზღუდვას, არამედ შუამავლების ამ ქსელის ჩახშობას. გემების მომსახურებისა და დაფინანსების არხების სამიზნეს დასახვით, რომლებიც ვაჭრობას ინარჩუნებენ. რეალური პრობლემა ბარილში კი არა იმ ადამიანებში და ინსტიტუტებშია, რომლებიც მათ გადაადგილების საშუალებას აძლევენ. 2022 წლიდან სექტორის მთლიანი ზარალი $100 მილიარდ აჭარბებს. საერთო ჯამში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და სანქციები დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერალურ ეკონომიკას.